თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით, ყველაფერს დავკარგავთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია. ოცნების 13 წლის თავს ივანიშვილი ვრცელი წერილით ეხმაურება და 2012 წელს ოცნების გამარჯვებას მოპოვებულ თავისუფლებად აფასებს. განცხადებაში ივანიშვილი ოცნების წევრების ღალატზეც საუბრობს. უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, ვკითხულობთ წერილში. ძველ განცხადებაში რამდენჯერმეა ნახსენები 4 ოქტომბერით, რომელსაც ივანიშვილი გამოცდას უწოდებს. მოსახლეობას ისევ თხოვნით მიმართავს მივიდნენ არჩევნებს. ჩვენ რუსეთი ცოტათი დაგვემუქრა, მაგრამ მე გავგზავნე ბირთვული წყალქვეშა გემები, ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი, რომელიც აქამდე შექმნილა. ტრამპმა გენერლებთან შეხვედრისას მედვედევის მუქარაზე პასუხი გაიხსენა. მისი თქმით, ამერიკის ბირთვული შეიარაღება მსოფლიოში საუკეთესოა. უკრაინა ოკუპანტების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევას აგრძელებს. ამჯერად დრონებით თავს რუსეთის სიდიდით მეხუთე ნავთობგადამამუშავებელ იაროსლავის ქარხანას დაესხნენ. ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარია. 9 ადამიანი ემსხვერპლა ოდესაში წყალდიდობას, მათ შორის მცირეწლოვანი ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლები და გზები დადმორა. მოსახლეობა ევაკუირებულია.